ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ დალი ბარაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბარაბაძემ სარჩელი ქუთაისის ეპარქიის წინააღმდეგ შეიტანა. ის ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს 8,000 ლარის მითვისებასა და სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებდა. ბარაბაძის თქმით 2004 წელს მეუფე კალისტრატეს კურთხევით დაარსდა გელათის სასულიერო აკადემიის რადიო კვალი ნათელი, რომელიც საპატრიარქოს რადიოს ეთერით გადიოდა და რომლის რედაქტორიც თავად იყო. ქალბატონის განმარტებით რადიოს დასაფინანსებლად მერიაში შეიტანა წერილი, თუმცა გადმორიცხული თანხა მეუფემ მიითვისა და იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. თავის მხრივ ბრალდების აბსურდულობაზე საუბრობს მოპასუხე მხარე. საპატრიარქოს წარმომადგენლის გელა ჩივაძის თქმით, ფული მართლაც გადმოირიცხა, თუმცა ეს კონკორდატით გათვალისწინებული თანხა იყო. სასამართლოს ესწრებოდა მეუფე კალისტრატეს, რომელმაც დალი ბარაბაძე მწვერვალობაში დაადანაშაულა. მისი განმარტებით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს და არსებული სასამართლოც ამის დასტურია. საბოლოოდ განაჩენს არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს დალი ბარაბაძე. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მეუფემ სასამართლოზე ზეწოლა განახორციელა და დიდი მარხვის პირველ დღეს პროცესზე დასასწრებად მთელი ეპარქია მოიყვანა. სასამართლოში გაკივის მიჩის გაზეთებში, რომ მეუფე არის კრიმინალი, ფულია მიტაცებული, ჯერ ეს გაავრცელეს ხარ, რომ მე ვარ მილიარდერი, მე ალიამ თბილისში, მე ვარ უდიდესი ადამიანი, მე ქუთაისის გაზეთია გამოვიდა, დედას მაგინები, მე ხალხი მეკითხება, რა ხდება? აი ესეთი ცილისამებელი უბედურია ვიღაცა მეთი. ოდა ეხლა თხოვს 15,000. ოდა ეს არის ბრძოლა არა ჩემთან, მე ადვაში ცხოვრობ 25 წელიწადია. მე არაფერი საკუთრება არ გამაჩნია. პატილეს მინდობილობა. სადაც მოვაწერ ისა, მე არაფერი, ვისაც ოდაზე შეამოწოს. ვინცაც აი დღეს სასამართლო და ვილაპარაკეთ იმასთან, რაც უთხარ, ვილაპარაკებენ, მაგრამ ეხლა არის ზოგიერთი მოუწოდებს ეკლესიის და ოჯახები მოუწოდებენ დამხობას მართლმადიდებლობისა. ჩვენი ვართ, აი ამ ხელას შეურაცხყოფას აყენებენ ეკლესიას. ეს არის ერთ-ერთი, რომელიც მართლმადიდებლობას ებრძვის. მოსამართლემ გამოიტანა ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება, რითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე დალი ბარაბაძის სარჩელი. არც ერთ ნაწილში. არც სახელმწიფო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და ეს საერთოდ დაუსაბუთებელი იყო და უსაფუძვლო იყო და არც სხვა თანხებთან დაკავშირებით არ დადასტურდა ის ბრალდებები, რასაც მოსარჩელე მხარე აპელირებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პრესის თუ ტელევიზიის მეშვეობით. ამდენად მიიღო მოსამართლემ სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეს სარჩელი. მართლაც იყო 2007 წელში გადმორიცხული თანხები ეპარქიაზე, მაგრამ ეს კონკორდატიდან გამომდინარე იყო. იქ რაღაც 33,000 ლარამდე იყო საუბარი და ამდენად უკვე გათავისუფლებული დალი ბარაბაძე ვერანაირად ვერ მიიღებდა ამ თანხას. რახან სამსახურიც კი აღარ არსებობდა და თან ამ დოკუმენტში არ არის ჩაწერილი და განსაზღვრული, რომ ეს გადმორიცხული თანხა უნდა მოხმარებოდა იმას, რა ქვია, რადიო მაუწყებლობას. უნდა არ ვეთანხმები ამას გავასაჩივრებ აუცილებლად. ეს მეუფე კალისტრატეს მხრიდან იყო ზეწოლა სასამართლოზე, ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე სასამართლოზე. დღეს არის დაიწყო მძიმე მარხვა და ნაცვლად იმისა, რომ ეკლესია მონასტრებში ეს მსახურებები ჩატარებული იყო, მან მობილიზება გააკეთა სამღვდელოებისა. ეს 8,000 ლარი, რომელსაც მე ვდავ, გამოიყო რადიო კვალი ნათელისათვის, რომლის რედაქტორი მე გახდით და იმისთვის, რომ ეს თანხა რადიო რედაქციას არ გადამოსცემოდა, მიზნობრივად არ დახარჯულიყო. მეუფე კალისტრატემ დაწერა ბრძანება ჩემი რადიო კორესპონდენტად გადაყვანისკენ, თანამშრომლები გაათავისუფლა საერთოდ და მიიტაცა, მიითვისა ეს თანხა და ყველა დღემდე ყველანაირი მიუღებელი წესებით იბრძვის მე მართლმადიდებელ ქართველ მართლმადიდებელ ადამიანს.